მოგესალმებით, მე გახლავართ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ძუძუს ონკოპლასტიკური ქირურგი ირაკლი კოხრეიძე. დღეს ჩვენ ვარდისფერი ოქტომბერის ფარგლებში ვისაუბრებთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება ძუძუს კიბოს რისკ ფაქტორებს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ონკოლოგიური პათოლოგიის განხილვისას, ეტიოლოგიის, ანუ ძირითადი გამოწვევების განხილვისას ჩვენ გამოვყოფთ მოდიფიცირებად და არამოდიფიცირებად ფაქტორებს. მოდიფიცირებადია ისეთი ფაქტორები, რომელთა შეცვლა შეგვიძლია და ამით შეგვიძლია შევამციროთ ამა თუ იმ დაავადების განვითარების რისკი. არამოდიფიცირებადია ძუძუს კიბოს შემთხვევაში სქესი და ასაკი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცებში ძუძუს კიბოს განვითარების რისკი დაახლოებით 1-2%-ია. ქალებში ძირითად მოდიფიცირებად რისკ ფაქტორს წარმოადგენს ესტროგენული ექსპოზიციის პერიოდი. ანუ მოცირკული ესტროგენების რაოდენობა და მათი ზემოქმედება ორგანიზმზე და რაც მთავარია ხანგრძლივობა. ანუ ადრეული მენარქე და გვიანი მენოპაუზა რეპროდუქციული ასაკის ხანგრძლივობა პირდაპირ არის დაკავშირებული ამ დაავადების წარმოშობის რისკთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რისკ ფაქტორად განიხილება გარკვეული დიეტის დარღვევები, კერძოდ წითელი ხორცის სიჭარბე და ბოსტნეულის და ხილის რაოდენობის სიმცირე კვებით რაციონში. ალკოჰოლი და თამბაქო, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, სინერგისტულად და ძალიან ნეგატიურად მოქმედებს როგორც ძუძუს კიბოს რისკ ფაქტორები. ძალიან ბევრი იყო საუბარი იმაზე, იწვევს თუ არა ძუძუს კიბოს ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია. უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი რისკის გარეშე ჯგუფში, ანუ იმ ქალებს, რომელთაც ამ დაავადების წარმოშობის ჩვეულებრივი რისკი აქვს, ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია როგორც წესი არ არის ასოცირებული ძუძუს კიბოს განვითარებასთან და ასევე იგივე შეიძლება ითქვას ორალურ კონტრაცეპტივებში, რომელთა გამოყენება ასევე არ არის დაკავშირებული ძუძუს კიბოს განვითარების რისკთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძუძუს კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 15-18%-ში არის გენეტიკური ონკოპათოლოგია, რაც უკავშირდება ქალის ორგანიზმში გარკვეული გენების მუტაციას. იდენტიფიცირებულია რამოდენიმე ათეული გენი, თუმცა რა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ეგრეთ წოდებული მაღალი პენეტრაციის გენები და მათგან BRCA1 და BRCA2 გენების მუტაცია არის ასოცირებული ძუძუს და საკვერცხის კიბოს განვითარებასთან. ამდენად გენეტიკური ტესტირების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია იმ სუბიექტებში, რომელთაც ოჯახში რომელიმე წევრს დედის ხაზით ან მამის ხაზით ჰქონდა ძუძუს კიბო. ამდენად რისკ ფაქტორების ამ დროული ამოცნობისა და ცოდნის პირობებში და გარკვეული პრევენციული ღონისძიებების ჩატარების პირობებში ამ დაავადების წარმოშობის რისკის შემცირება შესაძლებელია დაახლოებით 30-40%, რაც ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას სკრინინგი წარმოადგენს და სკრინინგი რა თქმა უნდა არ არის დიაგნოსტიკა, თუმცა ის იყენებს დიაგნოსტიკურ მეთოდებს და მე აუცილებლად მოვუწოდებ ხოლმე ყველა ჩვენს ქალბატონს, რომ 40 წლიდან 70 წლამდე მიმართონ სკრინინგ ცენტრებში და ჩაიტარონ სკრინინგული გამოკვლევები, რომელიც გულისხმობს მამოგრაფიას, ულტრასონოგრაფიას, მაღალკვალიფიციური ექიმის სპეციალისტების კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში ბიოპსიას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ძუძუს კიბო ეს არ არის განაჩენი, ძუძუს კიბო არის საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი და მასთან გამკლავება თანამედროვე პირობებში ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.